საინტერესოა კონკრეტულად ვის დაუწესებენ ბრიტანულ სანქციებს. ეს დიდი ალბათობით გახდება ცნობილი მას შემდეგ თუ კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს დიდი ბრიტანეთი და ეს გარდაუვალია როგორც საუბრობენ როგორც პოლიტიკის ექსპერტები ასევე პოლიტიკოსები, რადგან დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ეს ანგარიში არის წინაპირობა, რომ დიდი ბრიტანეთი ნამდვილად მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და სანქციებს დაუწესებს ქართული ოცნების თითოეულ წევრს. სწორედ იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ეგრეთ წოდებული აგენტების კანონს, მხილებულნი არიან ადამიანის უფლებების შელახვაში, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში, რუსული პროპაგანდის წარმოებაში. ეს პირდაპირ წერია ანგარიში და პირველ რიგში, როგორც ამ ანგარიში არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სწორედ ამ წლამდე ის ახორციელებს რუსულ პროპაგანდას, რუსული სტილის პროპაგანდას, მისი განცხადებები სწორედ ემსახურება ამას და პირდაპირ კოორდინაციაშია კრემლთან. სწორედ ამის შესახებ არის აღნიშნული ანგარიში, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ დიდი ბრიტანეთი ამას უყურადღებოდ არ დატოვებს და პირველ რიგში სანქციები შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს. სხვაგვარად ამ მოთხოვნას თემთა პალატის წარმომადგენლები არ გააჟღერებდნენ. ახლა საინტერესოა კონკრეტულად თუ ვის შეეხება გაერთიანებული სამეფოს ეს უმკაცრესი სანქციები და ბუნებრივია სანქციები ეხება როგორც ფინანსურ საკითხებს, ასევე სამოგზაურო საკითხებს. ქართული ხალხისთვის ეს ძალიან დიდი იმედის მომცემია, ვინაიდან ნათელყოფს, რომ ჩვენი მეგობრები, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი, ხელს არ გვიშვებს, არ ივიწყებს ჩვენს შესახებ, ანუ არ აკეთებს იმას, რაც უნდა რუსეთს და მისი ინტერესების გამტარებლებს საქართველოში. ძალიან სწორად დაისვა უკვე მე რამდენი დიაგნოზი, რომ ის რაც საქართველოში ხდება, რეალურად არის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის. რუსეთი ცდილობს საქართველოს რკინის ფარდის თავის მხარეს დაიტოვოს, მაგრამ დასავლეთი არის ქართველი ხალხის მხარეს. ეხლა უკვე თემთა პალატის საგარეო კომიტეტის ანგარიში ღია დაჩვენებს იმ კავშირებს, რომელიც არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და კრემლს შორის ნარატივების კოორდინაციის კუთხით ანტიდასავლური და მათ შორის ღია პარალელები არის გაკეთებული რუსეთის ძრახვაზე საქართველოს საგარეო და საშინაო არჩევანის შეცვლის ჭრილში 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2024 წლის სადაო საპარლამენტო არჩევნებს შორის, როდესაც მკაფიოდ ივანიშვილი ანტიდასავლური ნარატივებით კრემლთან კოორდინირებული გზავნილებით გამოდიოდა. ითხოვენ სანქციების მასშტაბის გაზრდას, ასევე რუსეთის სასარგებლოდ პროპაგანდაში და დეზინფორმაციაში გამავრცელებელი სუბიექტების დასანქცირებას. ეს ლოგიკურია და ლოგიკური არის იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები არამხოლოდ ჩვენი საქართველოს ქვეყნის ინტერესს ღალატობენ, არამედ ისინი გააზრებულად არიან რუსეთის მხარეს. ეს ანგარიში ამას აჩვენებს მოწოდებას, რომ ეს სანქციები უფრო გამკაცრდეს და ის გახდეს პერსონიფიცირებული, შეეხოს უკვე კონკრეტულად იმ პირებს, ვინც აქამდე ჯერ სანქციებში არ ყოფილა, მათ შორის ივანიშვილზეც არის საუბარი და არამხოლოდ მასზე. და ეს კიდევ უფრო მძიმე იქნება, თუ არ გაიაზრებენ, რომ უნდა გაჩერდნენ სადღაც ამ რეპრესიების გზაზე. და ბრიტანულ სანქციებს და ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს ძალიან დიდი გავლენა აქვს, მათ შორის უკვე სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. ანგარიში წერია, რომ საქართველო კვლავ რჩება ქვეყნად, სადაც რუსეთი ცდილობს საკუთარი გავლენების გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში. ასევე ამ ანგარიში ნახსენებია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც ანგარიში წერია, რომ არ აღიარა საზოგადოების ნაწილმა და სალომე ზურაბიშვილმა, მათ შორის ოპოზიციამაც და აქვე წერია, რომ ეგზიტ პოლების შედეგები და ოფიციალური შედეგები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რაც იწვევს კითხვის ნიშნებს. ასევე აღნიშნულია ის პროტესტი, რომელიც ჩახშობასაც ცდილობდა ხელისუფლება რეპრესიული გზებით და მათ შორის აქ საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, მის კავშირებზე რუსეთთან, მის განცხადებებზე, რომელიც ეხმაურება რუსულ პროპაგანდას, მაგალითად დასავლეთის წინააღმდეგ ომის თემატიკაზე და შედეგად, როგორც პოლიტიკის ექსპერტები ჩვენთან საუბრობენ, ეს ანგარიში ბუნებრივია და მოწოდებაა, რომ დასანქცირდნენ ქართული ოცნების ლიდერები უყურადღებოდ არ დარჩება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან და დიდი
ალბათობით ძალიან მალე ქართული ოცნების თითოეული წევრი უკვე მიიღებს ბრიტანულ სანქციებს. პირველ რიგში ამას ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის მიმართ. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.